ანუ ალანია რო ეთერში თქვენ როგორც იურისტმა არიცით რა არეგულირებლის იურისტმა არიცით რომ ალანია ორი წელი ეთერში ერთული ჩემს უწებრივ რეესტრი ალანია როგორც სამაუწყებლო ლიცენზიის ფლორი არ ფიქსირდება ჩემთან შემოწმეთ რომ ალანია აწევებდა მას რა ქვია ფიქსირებს ინფორმაცია ცვლილი არ არის არც მთელი ტყის სამსახურის ჩემი ხელით შემიძლია გასახო და ჩემი დეპარტამენტის რომ ჩემთან იურიდიულში ვინც არის სანქცირებაზე ორიენტირებული არ არის შემოსული დადასტურდა რომ ალანია ორი წელი გადიოდა სიხშირით ეთერში ეს კანონდარღვევაა თუ არა რა თქმა უნდა ულიცენზიო საქმიანობა არის კარგი დიდი მადლობა ყველაფერი გეგმარებით ჩვენ დავუკავშირდით მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიხეილ გოთოშიას აი ტელეკომპანია ალანია რომელიც 3 წელი მაუწყებლობდა ისე რომ სიხშირე არ ქონდა ლიცენზია არ ქონდა მიღებული ამის მონიტორინგი თუ ტარდებოდა და ვინ მაგ უნდა გითხოთ ბატონ რატიშვილს იმიტომ რომ ეგ არის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი დიახ მე არ მეხება მე უკვე ვკითხე და მან თქვა რომ ეს ეხება მონიტორინგის სამსახურსო და მე არ მეხებაო მაშინ ბატონ სერგო შავგულით ჩვენ დავურეკეთ სერგო შავგულიძესაც იცით რა მაინტერესებს ალანია 3 წელი რომ მაუწყებლობდა ულიცენზიოდ ის დავურეკეთ გიორგი რატიშვილს მე არ მეხება ეგ საკითხები ჩემი არის ტექნიკური რადიოსიხშირეების მართვა და კოორდინაცია იცი და აი ეგ საკითხები მაუწყებლობის საკითხები ლიცენზიები მე ვარ ტექნიკოსი ხო და ეგ საკითხები დაურეკეთ გიორგი რატიშვილს ბატონ სერგო თქვენ ტექნიკურად დააფიქსირეთ რომ მე შემდეგ მას მსვლელობა მიეცა ეხლა არ მახსოვს ქალბატონო რა დავაფიქსირე რა გეუბნებით დაურეკეთ გიორგი რატიშვილს და გეტყვით ყველაფერს რადიო უცნობთან ინტერვიუში კახი ყურაშვილმა ალანიასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა რა განსხვავებაა სტუდიასა და მაუწყებელს შორის და მაგრამ ამ კითხვასაც გავაერთიანებ სტუდია ალანია თავის სამაუწყებლო პროდუქციას კაბელის მეშვეობით ავრცელებდა საკაბელო ქსელის ოპერატორები არიან IET, Global Edge და მრავალი სხვა მაგრამ ის არ ითვლებოდა მაუწყებლად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული თავისებურება ამ სიტუაციის ჩემთან როგორც სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსთან არც ერთი დოკუმენტი და შემოწმების ოქმი არ არის შემოსული იმასთან დაკავშირებით რომ ტელეკომპანია ალანიას რაიმე რადიოსიხშირული რესურსი ჰქონდა დაკავებული უკანონოდ თუმცა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2007 წელს განაცხადა არის ესეთი ტელევიზია ალანია მე უყურებ ხოლმე საღამოობით არის ესეთი და ყველაზე უყურებს ცხინვალის მოსახლეობის 95% ეს ვიცით ყველანაირი გამოკითხვებით დადგეს დიდი ჩამხშობები და ყველაზე ინტენსიურად ახშობენ ალანიას ახშობენ ზოგადად მაგრამ ყველაზე მეტად ახშობენ ამ შოუს მაშას და გოშას საცხო ჩვენ ხშირად გადის რუსული ესტრადის სიმღერები აი ეს არის აბსურდულობა სიტუაციის ნიშანდობლივია რომ ვერც ერთი საკაბელო ტელევიზია ცხინვალის რეგიონს ჯერჯერობით ვერ ფარავს ამასთან ჩახშობა შესაძლებელია მხოლოდ საეთერო სიგნალის და არა საკაბელოსი მოიპოვოთ და დავიცვათ სიტყვის თავისუფლება. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სტუდია მაესტრომ რამდენიმე საინტერესო პროექტის დაწყება გადაწყვიტა. მათ შორის პროფესია ჟურნალისტიც იყო. ანუ ჩვენ ლიცენზიის მიხედვით გვქონდა უფლება გავუკეთებინა შემეცნებითი გადაცემები. შემეცნებითი გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს პროფესია ჟურნალისტის ის ფორმა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ანუ ჩვენ ვაჩვენებდით არა ინტერვიუს მხოლოდ, არამედ ჟურნალისტის ცოლ ცხოვრებას. და ეს ინტერვიუ იყო ჟურნალისტის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ამ სცენარის შესახებ ჩვენ ვამბეთ ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, თავმჯდომარეს და იურისტებს და ვკითხეთ, რომ აი ასეთი გადაცემის შემთხვევაში ჩვენ დავარღვევდით თუ არა კანონს. მათ გვიპასუხეს, რომ ესე უცბად ეს უпроსტորად ეს იყო სადაო საკითხი და ასე ვერ გადაწყვეტდნენ ამას და გვირჩიეს, რომ თქვენ გააკეთეთ ეს გადაცემა და თუ რაღაც დარღვევასთან გვექნება საქმე ჩვენ დაკავშირდებით გეტყვით, არც მე ვიყავი წინააღმდეგი, რომ შემეწყვიტა ეს გადაცემა, თუ კანონდარღვევასთან გვექნებოდა საქმე. რამდენად დაცულია ჩემი გადაცემა 4 ჟურნალისტის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა. სიუჟეტის დამთავრების შემდეგ ისინი იღებდნენ ინტერვიუებს საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებისგან. ეს გადაცემა გადიოდა 2 თვე ეთერში. ზარი არ შემოსულა, არავის არ უთქვია, რომ ჩვენ რაღაც კანონს ვარღვევდით და ერთ დღესაც მოულოდნელად მოგვივიდა ცნობა, რომ საქმის ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო და მოულოდნელად მოგვცეს გაფრთხილება
და ჩვენ დავაკავშიროთ ეს ამბავი იმასთან, რომ ჩვენ გქონდა ამავდროულად შეტანილი ახალ ლიცენზიაზე განაცხადი და სწორედ მათ არ სურდათ ახალი ლიცენზიის მოცემა და ამიტომ მოგვცეს გაფრთხილება, რომ შემდეგ საბაბის ქონოდათ ამ ახალ ლიცენზიაზე უარის თქმის. ასეც მოხდა მარეგულირებელმა კომისიამ უარი უთხრა მაესტროს ლიცენზიის გაცემაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. თავად მოპასუხე მხარე სასამართლოშიც ადასტურებს, რომ ერთადერთი მოტივი რატომაც სტუდია მაესტროს არ მიეცა ახალი ლიცენზია იყო ის, რომ მას შეფარდებული ჰქონდა სანქცია. თუმცა ეს სანქცია მას შეეფარდა 2008 წლის 20 მარტს. მაშინ, როდესაც 20 მარტს უკვე 20 მარტამდე გადიოდა 30 დღიანი სამუშაო ვადა, ანუ 20 მარტამდე კომისია იყო ვალდებული ეს განცხადება მიიღო წარმოებაში, განეხილა და გამოეტანა გადაწყვეტილება. მაესტრო მარეგულირებელ კომისიასთან სასამართლო პროცესის წააგო. მამუკა გლონტი სასამართლოს პარალელურად ბრძოლის სხვა მეთოდებსაც იყენებდა. მან რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო. შემდეგ ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს. დააფუძნა ჟურნალისტთა ასოციაცია. გადაიღო კლიპები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთად დავიცვათ თავისუფალი სიტყვა. შემოგვიერთდით. ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისთვის. შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. დემოკრატიზაციის ახალ ტალღასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ლიცენზია 2008 წლის 3 დეკემბერს მოქმედებაში შევიდა. ტელეკომპანიამ მზე 2002 წელს დაფუძნდა ზედგენიძის ლევან ყუბანეიშვილისა და ელდარ მდინარაძის მიერ. მოგვიანებით ის ვანო ჩხარტიშვილმა შეისყიდა. 2004 წლიდან მზის დამფუძნებლები ხდებიან დავით ბეჟუაშვილი და ქიბარ ხალვაში. ირაკლი ოქრუაშვილის ეკონომიკის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ქიბარ ხალვაში სტილს ტოვებს. ოფშორული კომპანია გეომედია გრუპი და პარლამენტად დავით ბეჟუაშვილის კომპანია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ზუსტად ისეთივე პროპორციით იყოფენ წილებს, როგორც რუსთავი ორში 55 და 45. ტელეკომპანია 202 TV33-ის სიხშირეზე მაუწყებლობდა. ამ ტელევიზიას პრობლემები 202-ის დამფუძნებლების შალვა რამიშვილის და დავით კოქრეიძის დაკავების შემდეგ შეექმნა. სიხშირის მფლობელმა ვაჟაკილაძემ წილი გერმანელ ბიზნესმენს ალტენბურგს მიყიდა. ალტენბურგის სტუდია ობიექტივთან ერთად მაუწყებლობის განახლებას გეგმავდა. Come see us at TV33 all year long. ახალი გადაცემების პრეზენტაციაც გამართა, თუმცა ორ კვირაში მან მოულოდნელად სიხშირე გაყიდა. მან ჩვენთან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამის შემდეგ TV33 სახელი შეეცვალა და ტელეკომპანია საქართველო ეწოდა. ტელევიზიამ რამდენიმე მფლობელი შეიცვალა და 2008 წლის 2 თებერვალს გიორგი გეგეშიძის გახდა, რომელიც ამავე დროს სარეკლამო კომპანია მაგისტილის დამფუძნებელია. ევრიკა კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის ფრიდონ ინჯიას და მისი თანამშრომლის ოთარ ჩხარტიშვილის საკუთრება იყო. ტელეკომპანიის ოფიციალური დამფუძნებლები არიან ნაირა კვესელავა, ინჯიას მეუღლე, ილია ინჯია ვაჟი და ოთარ ჩხარტიშვილი. ევრიკასაც სხვა ტელევიზიების ბედი ეწია. მარეგულირებელმა კომისიამ ევრიკას საერთო ლიცენზია სპეციალიზებულ ლიცენზიად გადაუკეთა, რითაც საინფორმაციო გადაცემების გაკეთების უფლება ჩამოართვა. 2008 წლის 2 თებერვალს კი ტელევიზიის მფლობელებში გიორგი გეგეშიძის გვარი ჩნდება. გეგეშიძის კუთვნილი წილი 51%-ია. 2004 წლის 1 აპრილს ტელეკომპანია მეცხრე არხით დაიხურა. მისი ფაქტობრივი და ერთადერთი მფლობელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იყო. 2005 წელს ივანიშვილმა მეცხრე არხის მთელი ტექნიკა რუსთავი ორს აჩუქა. ტელეკომპანია 4 წელია არ მუშაობს, თუმცა მისთვის მარეგულირებელ კომისიას ლიცენზია დღემდე არ ჩამოურთმევია. ჩვენ კითხვით მივმართეთ კომისიას, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ტელეკომპანია მეცხრე არხის მიმართ რაიმე სახის სანქცია არ არის გამოყენებული. სიტუაცია არის ესეთი, მას სამაუწყებლო ლიცენზია არ აქვს ახალი კანონის შესაბამისად, ასე ითვლება, მაგრამ მას ლიცენზია აქვს. ლიცენზია მინიჭებული აქვს აღჭურვილი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით, მისი გაუქმება მისი როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება. დღეს მეცხრე არხის 100%-იანი წილის მეპატრონე ირაკლი ჩიქოვანია, მაგისტრის დამფუძნებელი და ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი. მას რო ეკუთვნის ამ ტელეკომპანიაში 30%-იანი წილი. წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ინტენსიური გაშუქება და მიტინგების პირდაპირ ეთერში გადაცემა ვარდების რევოლუციით დასრულდა. საზოგადოება დღეს თვლის, რომ რუსთავი ორი ამ პროცესებში თავად იყო მხარე და არა მედია.